Madridis Realis Portugalia ვარსკვლავი კრისტიანო რონალდუ თბილისშია. ის ქვეყანაში დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოფრინდა. მასთან ერთად თბილისში იმყოფებიან მისი მეუღლე, ტოპ მოდელი ირინა შეიკი და მცირეწლოვანი შვილი. აეროპორტიდან სტუმრები პოლიციის ესკორტის თანხლებით სავარაუდოდ სასტუმროსკენ გაემგზავრნენ. რონალდუ დღეს თბილისსა და მოსკოვის დინამოს შეხვედრაზე დასწრებას აპირებს. და რონალდუსთან ერთად თბილისში იმყოფებიან სხვა ცნობილი მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ წუთებში დინამოს აკადემიის გახსნას ესწრებიან. ღონისძიების დეტალებზე უკვე დავით ერაძე ისაუბრებს. დათო გისმენთ. დიახ, კრისტიანო რონალდუმ უკვე ოფიციალურად გახსნა თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემია. ჩვენთან საუბარში მან განაცხადა, რომ ასეთ ღონისძიებებზე ის ყოველთვის სიამოვნებით თანხდება, ჩამოდის და მომავალ თაობებს ანახებს იმ გზას, თუ როგორ შეიძლება გაიაროთ ჩვეულებრივი პატარა ნიჭიერი ფეხბურთელობიდან უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავობამდე. კრისტიანო რონალდუმ თავად გახსნა დინამოს აკადემიის აბრა, რის შემდეგაც უკვე ჩემს ზურგს უკან თქვენ ხედავთ მიმდინარეობს ეს საზეიმო გახსნის ცერემონიალის უკვე დასწრითი ეტაპი. სწორედ აქ გამოცხადდა, რომ ეს იქნება აკადემია, რომლის მსგავსიც რეგიონში არც ერთ გუნდს არ ეყოლება. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მით უმეტეს, როდესაც საქმე მომავალ ფეხბურთელებსა და საფეხბურთო ინსტრუქტორების მოწყობას ეხება. მოხარული ვიქნები თუ ამ ბაზაზე არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი აღიზრდება. თქვენი მოწვევა სიამოვნებით მივიღე და ამ დღესასწაულშიც სიამოვნებით მონაწილეობ. დინამოს აკადემიის გახსნას მართლაც უამრავი სტუმარი ყავს, როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები, პოლიტიკოსები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. თითოეული მათგანი აცხადებს, რომ მსგავსი მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თბილისისთვის, ან კონკრეტულად დინამოსთვის, არამედ ფეხბურთის ყველა მოყვარულისათვის, ვინაიდან სწორედ დინამოს აკადემია იქნება ის თავშესაყარი, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელებს აი აქ მოუყრის თავს. მედნიერები ვართ, რომ ესეთი ჩვენ დაუდეთ საფუძველი იმას, რომ საქართველოში ულტრათანამედროვე სპორტული ობიექტი და საფეხბურთო ობიექტი აშენდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ფეხბურთის განვითარებისთვის და რაც მეტი იქნება ესეთი აკადემიები, რა თქმა უნდა ჩვენი ფეხბურთი წინ წაიწევს უფრო მეტად. ეს არის უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა საქართველოში და მე მივესალმები და რა თქმა უნდა დინამოს თბილისს უნდა ქონოდა ბავშვთა ფეხბურთის აკადემია და ეს მოხდა და ძალიან მიხარია, რომ ესე იგი კიდე შეემატა საქართველოში და თბილისში შეემატა ერთი კაი საფეხბურთო მოედნები. კრისტიანო რონალდუ უკვე აქ დინამოს აკადემიაში მარტო მოვიდა, ირინა შეიკი როგორც ჩანს ბავშვთან ერთად სასტუმროში დარჩა, თუმცა სავარაუდოდ უკვე ის ოჯახთან ერთად დაესწრება დინამო თბილისისა და დინამო მოსკოვის შეხვედრას, რომელიც 8 საათზე გაიმართება და ეს შეხვედრა ბუნებრივია უკვე რამდენიმე მოვლენის გამო უკვე უდიდეს ინტერესს